ხო არის ხანდახან შემთხვევა, რომ მტერს და მოღალატესაც შეიძლება რომ რაღაც ღირსება ჰქონდეს, რაღაც ღირსება შეინარჩუნოს და იმის ქვეშ აღარ ჩავიდეს, ანუ უფრო უღირსად აღარ მოიქცეს, ვიდრე შესაძლებელია და ის, რასაც ვისმენთ ამ რაღაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის თუ თვითმარქვია პარლამენტის რაღაც კომისიის წევრებისგან და თავმჯდომარისგან არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი ამ ქვეყნის წარსულისაც, აწყოსიც და მომავლისაც. და პრინციპში ეს არის დაჩქარებული წესით აკეთებენ იმას, რასაც მაგალითად რუსეთში დაჭირდა 10 წელი. ჩვენთან ეს ხდება რაღაც ფორსირებულ რეჟიმში და რამდენიმე თვის განმავლობაში უნდათ რომ დაამყარონ პირწმინდად დიქტატურა. ეს პროცესები, რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ გმირების, იმ ადამიანების, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი გაწირეს 2008 წლის ომში გუშინდელ გამოსვლაში. შინდისის გმირებიც იყო ისეთ კონტექსტში ნახსენები, რომელიც ჩემთვის ძალიან მიუღებელია, მაგალითად იყო ასე მათ დამნაშავებად განიხილავდა ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება და ეს არალეგიტიმური კომიტეტი. და რავი, არ ვიცი, ეს ყველაფერი არის იმ პროცესების გაგრძელება მიმაჩნია, რაც დააინიცირა მართველი პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილმა ბოდიშის მოხდის საკითხი აფხაზური და ოსური მხარის მიმართ, რაც მიუღებელია, წითელი ხაზი არის ჩემთვის და სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის და ქართველი ხალხი ბოდიშს არ მოიხდის, ოკუპანტებს ბოდიშს არ უხდით ჩვენ.